ინფრასტრუქტურული სამუშაოები მაღალმთიან სოფელ თეთრწყლებში მთის ფონდის დაფინანსებით სასაფლაოსთან მისასვლელი გზა კეთდება. პროექტის ფარგლებში რამდენიმე ასეულ მეტრზე ბეტონის საფარი დაიგება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი გაეცნო. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება ჩვენს მუნიციპალიტეტში. ამჟამად ვიმყოფებით სოფელ თეთრწყლებში, სადაც მთის ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება თეთრწყლების სასაფლაოსთან მისასვლელი 490 მეტრიანი გზის რეაბილიტაცია. ეს არის ბეტონით მოწყობილი სამანქანე გზა, რომელიც სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რთული რელიეფური პირობებიდან გამომდინარე, სამუშაოები მაინც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მთის ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით პროექტის ღირებულება შეადგენს 293,897 ლარს. Თქვენ მინდა აღვნიშნო, რომ მთის ფონდის თანადაფინანსებით ამავე სოფელში ხორციელდება სრულიად ახალი მინი ფეხბურთის სტადიონის მშენებლობა.